ახლა გავეცნოთ არანაკლებ თვალსაჩინოდ და შეიძლება ფართი საზოგადოებისთვის უფრო ცნობილ მოაზროვნეს იტალიელს ნიკოლო მაკიაველს. ჩვენ ლექციის მსვლელობის დროს გვექნება მაკიაველის ცალკეულ გამონათქვამებზე მსჯელობა, მაგრამ იმისთვის რომ მისი დამოკიდებულება წარსულისადმი, უფრო სწორად იმის მიმართ თუ რა უნდა აღწეროს ისტორია, კარგად ჩანს აი ამ პატარა ამონარიდში, რომელსაც თქვენ ახლა ეკრანზე უყურებთ და მოდით გავეცნოთ და შემდეგ დავალებას მოგცემთ იმისთვის, რომ თქვენ თვითონ გამოიტანოთ გარკვეული დასკვნები. აი რაც წერს მაკიაველი ბრუნოს ნაწარმოების ეპოქის მოაზროვნის ისტორიკოსის შესახებ. დაკვირვებით წავიკითხე ბრუნოს ნაწარმოები, დავწმუნდი რომ ფლორენციელთა და სხვა სახელმწიფოების და ხალხების ომების აღწერისას ისინი შესანიშნავია. რაც შეეხება სამოქალაქო მღელვარებებს, შიდა კონფლიქტებს და მათ შედეგებს, მან ანუ ბრუნომ ან საერთოდ არაფერი დაწერა, ან ისე მოკლედ რომ მკითხველი ვერ მიიღებს სარგებელს. ამავე დროს არც ერთი საკითხი ისე სასარგებლო არ არის მოქალაქეებისთვის, როგორც ის, რომელიც ამცნობს მათ შიდა არეულობებისა და მტრობის მიზეზებს, რისი მეშვეობითაც ისინი შეეცდებიან შეინარჩუნონ ერთიანობა და სიმშვიდე. აი, შემთხვევით არ მომიტანია ეს ამონარიდი, ეს მოსაზრება, გამონათქვამი, თვლი რომ მაკიაველის დამოკიდებულება წარსულისადმი აი აქ ძალიან კარგად იკითხება. მე მინდა აი ახლა ესეთი კითხვები დაგისვათ თუ დავალება მოგცეთ, ანუ გთხოვოთ იფიქროთ ამ საკითხებზე, ამ პატარა წყაროდან გამომდინარე, ანუ წყაროს მიხედვით, რას უწუნებს მაკიაველი ბრუნოს თხზულებას, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს შიდა პროცესების აღწერა ისტორიული კვლევის მიმართ წამოყენებულ სიახლეთ, ანუ ფაქტია, რომ ამას უწუნებს, ამ დეფიციტს უწუნებს უფრო სწორად და ამას ითხოვს ისტორიკოსებისაგან, რასაც ახლა ვწერთ ჩვენ და რამდენად შეიძლება ეს სიახლე ჩაითვალოს. ანუ გაიხსენეთ წინა ხანის მოაზროვნეებს, ჰქონდათ თუ არა ამაზე საუბარი და ამის მიხედვით განსაზღვრეთ. ძალიან მარტივი აქვს პასუხი. ოღონდ არა კი ან არა მხოლოდ, არამედ გარკვეული არგუმენტაცია უნდა შემოგთავაზოთ, ჩაითვლება თუ არა მაკიაველის ეს მიდგომა, ეს მოთხოვნა მეცნიერულ სიახლედ და შესაბამისად უნდა გაიხსენოთ, აქცევდნენ თუ არა ისტორიკოსები ამ ფაქტორს, ანუ შინაგანი პროცესების აღწერას მნიშვნელობა. შეგიძლიათ გაიხსენოთ, თქვათ, შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფია, ჩვენ ერთ-ერთ ლექციაზე განვიხილეთ სამი ისტორიკოსი, მოკლედ დავითის, თამარის უცნობი ისტორიკოსები და მე-14 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ჟამთა აღწერის ასე უცნობი ისტორიკოსის კონცეფციები და შეგიძლიათ იქიდანაც მოიტანოთ, თქვათ, შესაბამისი არგუმენტები და თქვენი აზრით, რამდენად გაამდიდრებს, გააფართოვებს, გააღრმავებს ისტორიას ქვეყნის შიდა პროცესების კვლევა. აი ამ სამ პატარა კითხვაზე მინდა რომ დაფიქრდეთ და გამოიყენოთ აი ეს ამონარიდი, რაც ჩვენ რამდენიმე წუთის წინ წავიკითხეთ, რასაც გავეცანით. ეხლა მინდა შემოგთავაზოთ მაკიაველის ცალკეული შეხედულებები ისტორიის, ადამიანისა და ბედის შესახებ, ბედის წერის შესახებ და აქაც პატარა დავალება ბოლოს შემოგთავაზოთ. მაშინ ასე პირველი, მაკიაველი ფიქრობს, რომ ბედის შესაძლოა მე ვფიქრობ, უფრო სწორად წერს მაკიაველი, რომ ბედის შესაძლოა ჩვენი მოქმედების ნახევარს განაგებს, უკიდურეს შემთხვევაში მეორე ნახევარს მაინც ჩვენ ვიტოვებს. ესეთია დამოკიდებულება ბედისა, ანუ ბედის წერის მიმართ. მეორე, ბედის წერა თავის მრისხანე ძლიერებას უმეტესად იქ ამჟღავნებს, სადაც მას არავითარი წინააღმდეგობა არ ხვდება.
და თავის მთავარ დარტყმას წარმართავს იქითკენ, სადაც მისი შემაკავებელი ბარიერი არ არის. ანუ არ გამორიცხავს, მაგრამ გარკვეულ პირობებში აღიარებს მის არსებობას და ასევე გარკვეული პირობები მიაჩნია მას ბედისწერის შემაკავებელ ფაქტორად. შემდეგ თქვათ ამავე საკითხებზე, ანუ ისტორიის და ადამიანის შესახებ, ისტორიის ცვლილობის შესახებ მაკიაველის კიდევ რამდენიმე მოსაზრებას გავეცნოთ, რომ ზუსტი წარმოდგენა შეგვექმნას მის შეხედულებებზე ისტორიის მიმართ. ადამიანები მოქმედებენ ან აუცილებლობით, ან საკუთარი თავისუფალი არჩევანით და რაც უფრო თავისუფალნი არიან ისინი თავიანთ ქცევაში, მით უფრო მეტად მჟღავდება მათი ღირსება. და ბოლოს ზოგჯერ არც თუ იშვიათად ხდება ისე, რომ ისტორიული მოვლენები მიდის უკან იმის ნაცვლად, რომ წინ წავიდეს, რადგან ისტორიის მსვლელობის შეჩერება არ შეიძლება და თუ წინსვლა არ შეუძლია, აუცილებლად უკან იხევს. იცით, მე უფრო მეტ კომენტარს გავაკეთებდი აი ამ შეხედულებების შესახებ, ამ აზრების შესახებ, წაკითხული აზრებზე და ვეცდებოდი უფრო განმემარტა, მაგრამ ეხლა თავს შევიკავებ, იმიტომ რომ მინდა პატარა დავალება მოგცეთ, აი ტესტივით და თქვენ შეგიძლიათ წინასწარ არგუმენტირებულად შეარჩიოთ ესა თუ ის პასუხი ამ სავარაუდო პასუხებიდან. მაშინ ასე, რა განაპირობებს მაკიაველის აზრით ადამიანის მოქმედებას? ბედისწერა, ღმერთი, აუცილებლობა და თავისუფალი არჩევანი, თუ არც ერთი პასუხი არ არის სწორი. თქვენ ამ გამონათქვამებში აუცილებლად იპოვით სწორ პასუხს, არ მგონია რომ გაგიჭირდეთ. შეუძლია თუ არა ადამიანს შეცვალოს ბედისწერა მაკიაველის აზრით, აქაც სავარაუდო პასუხები არა, რადგან ბედისწერას ღმერთი განაპირობებს, ბ. დიახ, ადამიანს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ბედისწერას, გ. მაკიაველის აზრით ბედისწერა არ არსებობს. მეოთხე პასუხი ყველგან ტრადიციულად არც ერთი პასუხი არ არის სწორი და პრინციპში ამ პასუხსაც გამორიცხავთ, იმიტომ რომ შეიძლება სწორედ D პასუხი იყოს სწორი. შეიმჩნევა თუ არა პროგრესი კაცობრიობის ისტორიაში? დიახ, თუმცა მას არ აქვს შეუქცევადი ხასიათი. B. ისტორიულ პროგრესს უწყვეტი ხასიათი აქვს. G. კაცობრიობის ისტორიაში პროგრესი არ შეიმჩნევა. აი მე ძალიან მარტივ ტესტს დავაზობთ და უბრალოდ შემოხაზვა არ მინდა. თქვენი პასუხის არგუმენტირებული დასაბუთება მინდა და ასევე მინდა მეორე რამეც გთხოვოთ, თქვათ ამ 4 პასუხიდან ერთს აირჩევთ, დაასაბუთებთ, უბრალოდ მე არა, ჯგუფს დაუსაბუთებთ, კურსელებს დაუსაბუთებთ, თუ რატომ გონიათ ის სწორი და ასევე ძალიან მინდა გთხოვოთ დაასაბუთოთ თუ რატო არ თვლით დანარჩენ პასუხებს სწორად. ანუ ჩვენ ძირითადად მაინც შევეხეთ მაკიაველის ამ უბრალოდ სამ ძირითად თემას, რომელსაც ეხება მაკიაველი. ანუ ეს არის რა განაპირობებს ადამიანის მოქმედებას, აი ამ საკითხზე იყო მსჯელობა ამ ციტატებში. მეორე, რა როლი აქვს ბედისწერას ადამიანის ცხოვრებაში ან ზოგადად ისტორიაში და რამდენად შეუძლია ადამიანს მისი შეცვლა და აღიარებს თუ არა მაკიაველი პროგრესს და რა მარტო ის არ აღიარებს თუ არა, როგორ ხასიათით წარმოუდგენია მას ეს პროგრესი და რამდენად ეთანხმებით თქვენ მის მოსაზრებას. აი ესეც იქნება ჩემთვის ძალიან საინტერესო მოსასმენი თქვენგან. ჩვენ გადავიდეთ კიდევ მაკიაველის თქვათ სხვა შეხედულებებზე. მაკიაველის მთავარი ისტორიული თეზისი შეიძლება ესე წარმოვიდგინოთ, ყოველ შემთხვევაში მე ესე დავინახე და ალბათ მაინდამაინც დიდი შეცდომა არ დამიშვია, რომ საზოგადოების ადამიანის, თქვათ, განვითარების, არსებობის, მოქმედების განვითარებაში აი ამ ორ ფაქტორს ხედავს მაკიაველი. გამსაზღვრელი მიზეზები უნდა ვეძიოთ მიწაზე და არა ცაში.
ადამიანის აზროვნებასა და თავისუფლებაში უნდა ვეძიოთ ეს განსაზღვრავს და არა ზეციური ძალებით განსაზღვრულ ბედიღბალში. ან ადამიანისთვის ამოუცნობ ღვთიურ წინასწარ განზრახულობაში. აი ეს გახლავთ ალბათ თავარი მიდგომა მაკიაველისა წარსულისადმი. არა მგონია რომ რაღაც დამატებითი კომენტარები აქ საჭირო იყოს, მაშინ ასე მაკიაველი ადამიანის მოქმედების განსაზღვრელად თვლის აზროვნებასა და თავისუფლებას. ადამიანი გონიერი არსება, ის აზროვნებს, მას შეუძლია ჩაწვდეს მოვლენათა კანონზომიერებებს, განსაზღვროს მათი შესაძლო განვითარების დინამიკა და ამის შედეგად ან ამის საფუძველზე იმოქმედოს, ოღონდ ამ შემთხვევაში მარტო აზროვნება არ კამარა, ეს აუცილებელი პირობაა, მაგრამ არსებობს მეორე აუცილებელი პირობა, ასეთი მოქმედება შეუძლია მხოლოდ თავისუფალ ადამიანს, ანუ ადამიანს, რომელსაც აქვს უფლება, ნება, შესაძლებლობა იმოქმედოს, იცხოვროს საკუთარი გონებით, საკუთარი აზროვნებით. ეს არის განსაზღვრელი ისტორიული პროცესისა და არა რაიმე რაღაც წინასწარ განზრახულობები, ბედიღბალი და პროვიდენციალიზმი და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია კიდე ძალიან მოკლედ აი ესეთი მარსილიო ფიჩინო მე-15 საუკუნის იტალიელი მოაზროვნეც დავახმაროთ მაკიაველს, აი ამ მოაზროვნეს ჩვენ მაინდა-მაინც ვერ შევეხებით, შეიძლება იმიტომ რომ თქვათ უფრო მნიშვნელოვანი ისტორიკოსები და პიროვნებები გვინდა წარმოვაჩინოთ ჩვენ აღორძინების ხანა, მაგრამ მისი ეს ამონარიდი, რომელიც სადღაც შემხვდა და ძალიან მომეწონა იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად ასახავს ჯერთი თითქოს აგრძელებს მაკიაველის აი ამ პოზიციას, აკონკრეტებს და მეორე ასახავს ზოგად განწყობებს, რაც აღორძინების ხანაში არსებობდა, აი რას წერს ეს ადამიანი. ნება მიეცით ადამიანს, თაყვანისცეს საკუთარ თავს, როგორც ღმერთის ხატებას, ნება მიეცით მას, კვლავ ამაღლდეს ღმერთამდე. თითქოს აგრძელებს იმას, აკონკრეტებს იმას, რაც წინა რამდენიმე წუთის წინ მაკიაველზე ჩვენ ვისაუბრეთ. ასე რომ არა მაკიაველის პეტრარქას, ვალას შეხედულებები არ არის რაღაც ცალკეული შეხედულებები. ეს არის გამომხატველი აღორძინების ხანის აზრისა და ამ შემთხვევაში, კონკრეტულ შემთხვევაში ისტორიული აზროვნებისა. ჩვენ მაკიაველზე კიდევ ბევრი რამ დაგვჭა სათქმელი, უბრალოდ ამ ლექციაში ვეღარ ვატევთ და შემდგომ ლექციას სწორედ მაკიაველით დავიწყებთ და მასთან ერთად კიდევ გავეცნობით ამ ეპოქის ორ დიდ მოაზროვნეს და მის შეხედულებებს, ეს არის ბეკონი და ეს არის ბოდენი. ასე რომ დღეს ამით დავასრულოთ, ჩვენ გარკვეული წარმოდგენა ალბათ შეგვექმნა აღორძინების ხანის აზროვნებაზე, მათ დამოკიდებულებაზე ისტორიის მიმართ და შემდგომ ლექციაზე კიდე დავაკონკრეტებთ რაღაც საკითხებს.